გაამარჯობა ძმაო. მოკლედ, დღეს ისეთ თემაზე უნდა ვიბაზროთ მთელ საქართველოს რომ ყურები აქვს დაწყვეტილი. ჩვენი ბიჭი ილია თოფურია ისევ ამბებს ატრიალებს. ტიპი ისეთ დონეზეა უკვე აღარ იცის რა მოიგოს, ვის ეჩხუბოს და საით გაიხედოს. მართლა მატადორია, აბა რა არის. მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, ილიამ რამდენიმე ახალი ინტერვიუ მისცა და იქ ისეთი რაღაცები თქვა, ბევრს თავბრუ დაეხვა. ჩვენ კიდევ, რომ არაფერი გამოგვჩეს, ამ ინტერვიუების სრული თარგმანი გავაკეთეთ და ლინკი აქვე, დაპინულ კომენტარში დევს. აუცილებლად ნახე, მანდ ბევრი დეტალია, რაც შეიძლება ამ ვიდეოში ვერ ჩავატიოთ. ახლა კი გადავიდეთ მთავარზე. ილია ემზადება ჯასტინ გეიჯისთან ჩხუბისთვის, რომელიც როგორც იცით, თეთრ სახლში, UFC-ს ამერიკულ ქარდზე უნდა შედგეს. მაგრამ რაც ყველაზე საინტერესოა, ილია მარტო გეიჯიზე კი არა, მესამე ქამარზეც ფიქრობს. წარმოგიდგენია? ისლამ მახაჩევის წინააღმდეგ 77 კილოგრამში ასვლა და მესამე ტიტულის დათრევა უნდა. ტიპს მადა ჭამაში ეხსნებაო, ზუსტად მასზეა ნათქვამი. თან ბოქსის რინგზეც უნდა გასვლა. აი ისე ნამდვილი ვაშკაცივით რომ დადგება და მუშტიკვივშიც აჩვენებს ყველას ვინ არის უფროსი. კიდევ ერთი დიდი ამბავი ისაა, რომ ილია საცხოვრებლად მაიამიში გადადის მომდევნო 2 წლით. აქამდე სულ ესპანეთში იყო, იქ ემზადებოდა, იქაური ჰაერი უხდებოდა, მაგრამ ახლა ამერიკა აირჩია. ეს მის კარიერისთვის დიდი პლუსია, რადგან ყველა მთავარი ივენთი და მედია იქაა. წარმოიდგინე, იღვიძებ მაიამიში, ოკეანის პირას, გადიხარ სავარჯიშოდ და გვერდით შეიძლება ყველაზე მაგარი ვარსკვლავები გყავდეს. ეს ნაბიჯი იმაზე მეტყველებს, რომ ილია გლობალურ დონეზე გადის. უკვე აღარ არის მარტო ესპანელი ან ქართველი მებრძოლი, ის მსოფლიო ბრენდია. ყველაზე მეტად რამაც ხალხი აალაპარაკა, ეს იყო ისლამ მახაჩევთან ჩხუბის მოლაპარაკებები. ბევრი ჭორი დადიოდა, თითქოს ისლამს არ უნდოდა მასთან ჩხუბი, ან რაღაც მიზეზებს იგონებდნენ. ილიამ კი პირდაპირ თქვა, UFC-დან დამირეკეს და მითხრეს, რომ თეთრ სახლში ისლამის წინააღმდეგ უნდა მეჩხუბა. წარმოგიდგენია? ჯერ ეუბნებიან, რომ საერთოდ არ იგეგმება მისი ჩხუბი ამ ქარდზე, წადი და დაისვენეო. და 2 დღეში რეკავენ, იცოდე ისლამთან გიწევს გამოსვლაო. მერე მოლაპარაკებები გაგრძელდა და უცებ ისე რომ არაფერი უთქვამდათ, მეტოქე შეუცვალეს და გეიჯი დაუსვეს. ცოტა უცნაური სიტუაციაა რა, მაგრამ ილია ისეთი კაცია, არც ამაზე იხევს უკან. სიმართლე რომ გითხრათ, ისლამის ნახვა 77 კილოგრამში, ველტერვეიტში, მაინც საჭიროა. ეს ჩემპიონები რომ გარბიან ზედაწონებში ისე რომ საკუთარ დივიზიონს არასუფთავებენ, უკვე ცოტა ნერვების მომშლელია. თუმცა ილიას შემთხვევაში ჩვენ ყველას გვაინტერესებს რა იქნება გეიჯის მერე. ჟურნალისტები უკვე პირდაპირ ეუბნებიან, შენ მაინც მოიგებ და მერე ვისთან გინდაო. ბევრს უნდა არმან სარუკიანთან მისი ნახვა. არა მარტო იმიტომ რომ არმანი მაგარი მებრძოლია, არამედ იმიტომ რომ ილიამ 70 კილოგრამშიც დაამტკიცოს თავისი უპირატესობა ყველაზე საშიშ ახალ სისხლთან. მაგრამ აქაც თავისი სტილი გამოავლინა. სარუკიანზე თქვა, ეგ ტიპი საერთოდ სულელიაო. მისი ქცევები არ მოსწონს, მისი საუბარი. თან დაამატა ეგ ფული რომლითაც ტრაბახობს, მისი კი არა, მამისისაო. აი აქ კი ნამდვილი ქართული იუმორი და კბილის გაკვრივი გრძელი. მოკლედ, ილიას სარუკიანი დიდად არ აინტერესებს, მას ისევ ისლამ მახაჩევი და მესამე ქამარი უტრიალებს თავში. ამბობს, რომ კარიერის ამ ეტაპზე უკვე ცოტა რამ თუ აძლევს ადრენალინს და ემოციას. და აბა დაფიქრდი, კაცმა 2 ქამარი დადო, უდიდესი სახელები დაამარცხა. ფინანსურად ისეთ დონეზია, რომ რიჩარდ მილის სპონსორობით დადის. მეტი რაღა უნდა უნდოდეს. ამ ყველაფერმა ხალხი დააფიქრა, ხომ არ აპირებს ილია პენსიაზე გასვლას. ბევრი ნერვიულობს, რომ ცოტა ჩხუბი დარჩა UFC-ში. მეც მგონია, რომ ძალიან დიდხანს აღარ გაჩერდება. მაგრამ თავად თქვა, რომ არც ამ წელს და არც მომავალ წელს წასვლას არ აპირებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ დრო გვაქვს. დრო გვაქვს, რომ ჯერ 70 კილოგრამში დაიცვას ქამარი და მერე ისლამთანაც ავიდეს. სიმართლე რომ გითხრათ, მე ვერ ვხედავ ისლამის მომგებს 77 კილოგრამში, ვერც იან გარის და ვერც სხვას. ისევე როგორც ვერ ვხედავ გეიჯის მომგებს თოფურიასთან. ასე რომ თუ ორივე თავისას გაიტანს, ჩვენ წილ გველოდება ისტორიული მომენტი. ორმაგი ჩემპიონი, ორმაგი ჩემპიონის წინააღმდეგ. ასეთი რამ UFC-ს ისტორიაში ჯერ არ მომხდარა და წარმოიდგინე, ამ ისტორიის ცენტრში ჩვენი ბიჭი იქნება. ეს არის პირველი ნაწილი ძმაო. ილიას გეგმები იმაზე დიდია, ვიდრე ჩვენ გგონია. მაიამი, ახალი გამოწვევები და მესამე ქამარის წოκრილი, ეს ყველაფერი მას ახალ ენერგიას აძლევს. და არ დაგავიწყდეს, სრული ინტერვიუ ნახე კომენტარებში, იქ კიდევ ბევრი საინტერესო რამეა. მეორე თაროხშე კი კიდევ უფრო მეც მოგიყვები მის სამომავლო გეგმებზე და იმაზე თუ რას ფიქრობს სხვა ვარსკვლავებზე.
მოკლედ ილია მოდის და ყველაფერს თავდაყირა აყენებს. გააგრძელებაა ძმაო. აბა დავიწყეთ მეორე თარო. მოკლედ, ილიას ამბები ისე იხლართება, რომ მთელი სპორტული სამყარო მაგაზე ლაპარაკობს. ახლა ტერენს კროუფორდის თემაზე გადავიდეთ. გახსოვს ალბათ ეგ ამბავი. კროუფორდმა ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, თოფურიას საერთოდ არ ვიცნობო. მერე კი გამოვიდა და თავის ვიდეოში ილიას სიმღერა მატადორი დაადო. აი აქ კი დაიწყო პატარა ბიფი. ილიამ კი როგორც ნამდვილ კაცს შეეფერება ძალიან კლასნად უპასუხა. არიელ ჰელვანისთან თქვა. ეგ კაცი უკვე პენსიაშია, რა მაქვს მასთან სალაპარაკო. ისიამოვნოს დასვენებით და წარმატებებიო. აი ეგ არის დონე, ზედმეტი ყვირილის გარეშე რომ დააყენებ კაცს თავის ადგილზე. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ კროუფორდს პენსიონერი დაუძახა, ილიამ მაინც დაადასტურა, რომ ბოქსში აუცილებლად ვიხილავთ. ადრე ამბობდა 30 წლის ასაკში წავალ სპორტიდანო. ახლა 39-ისაა და წელს 30-ის ხდება, მაგრამ როგორც ჩანს, გეგმები ცოტა შეეცვალა. ჩემი აზრით კიდევ 2-3 წელი ნამდვილად დაგვრჩა მისი ყურებით თკბობისთვის. წარმოიდგინე 32-33 წლამდე UFC-ში რომ იბატონოს, მერე კი ბოქსში გადავიდეს. იქ 1-2 ხმაურიანი ჩხუბი ჩაატაროს, მილიონები დათაგოს და ქრისტეს ასაკში, 33 წლისა, ნამდვილ მილიონერად და ლეგენდად გავიდეს პენსიაზე. ეს უკვე აღარ არის უბრალოდ სპორტი. ეს არის კარგად გათვლილი ბიზნეს გეგმა, სადაც ილია მთავარი აქციონერია. მაიამიში გადასვლაც ამ გეგმის ნაწილია. ილიამ თქვა, რომ მთელი თავისი გუნდი მიყვავს. ეს არ ნიშნავს, რომ კემპს ცვლის ან ვინმე უცხოსთან იწყებს ვარჯიშს. თავისიანების ერთგულია, რაც ძალიან დასაფასებელია. უბრალოდ იქ ყოფნა ნიშნავს, რომ უფრო ახლოს იქნება ამერიკულ მედიასთან, არიელ ჰელვანისთან და სხვა დიდ პლატფორმებთან. წარმოიდგინე, ილია ისეთ გადაცემებში გაიჩითება, სადაც აქამდე მარტო ჰოლივუდის ვარსკვლავები მიდიოდნენ. თანაც როცა ჩხუბების უმრავლესობა შტატებშია, გადაფრენები და აკლიმატიზაცია აღარ შეაწუხებს. ეგრევე სახლიდან გავა და რინგზე დადგება. თუმცა ერთი რამ უნდა ვთქვათ გულახდილად. ესპანეთში UFC-ს ჩატარების შანსი ცოტა შემცირდა. აქამდე სულ იმაზე იყო ბაზარი, რომ ილია თავის მეორე სამშობლოში ჩაიყვანდა ორგანიზაციას, მაგრამ რადგან საცხოვრებლად ამერიკაში გადავიდა, ეს თემა ცოტა გაცივდა. თუმცა ვინ იცის, ილია ისეთი ტიპია, შეიძლება ერთ დღეს გაიღვიძოს და თქვას, დღეს მადრიდში ვჩხუბობთო და მთელი UFC ფეხზე დადგეს. ერთი წლის წინ ვინმეს რომ ეთქვა, ილია გეიჯის თეთრ სახლში ეჩხუბება, ალბათ ბევრი ვერ დაიჯერებდა. მაშინ გეიჯიც სხვა სიტუაციაში იყო და ილიაც. შეიძლება გვეფიქრა მახაჩევთან ჩხუბზე, როცა ის 70 კილოს ჩემპიონი იყო, ან სარუკიანთან, ან თუნდაც პედი პიმბლეტთან, სანამ გეიჯი მას მოუვარდა. მაგრამ MMA-ში ყველაფერი ისე სწრაფად იცვლება, რომ დღეს თუ მწვერვალზე ხარ, ხვალ შეიძლება ახალი წვაწვევა გამოგიჩნდეს. ილია კი ამ 3 წელიწადში ისეთ ვარსკვლავად იქცა, რომ მისი სახე ყველგანაა. ესპანეთში რძის კოლოფებზეც კი მისი ფოტოებიაო, ხუმრობენ. ტიპი მართლა ნაციონალური გმირია. ფული ილიასთვის უკვე მეორეს ხარის ღვანია. რა თქმა უნდა, ვაჭრობს და ყველაზე დიდ ჰონორარებს ითხოვს, მაგრამ ის უკვე ისეთ დონეზეა, რომ მარტო UFC-ზე აღარ არის დამოკიდებული. ის რიჩარდ მილეს სპონსორობა, ბლოგები, რეკლამები, ტიპმა თავისი ცხოვრება უკვე მოიწყო. ახლა ის მხოლოდ სპორტული ინტერესისთვის და ისტორიისთვის ჩხუბობს. მახაჩევი და სარუკიანი. აი ეს ორი სახელი დარჩა მის სიაში, ვინც მართლა შეიძლება აინტერესებდეს. პედი პიმბლეტი? ეგ თემა დახურულა. გეიჯიმ ისე მიაყუჩა, რომ ილიასთვის ეგ უკვე საინტერესო აღარ არის. კონორ მაკგრეგორზეც კითხეს. ილიამ თქვა, რომ უარს არ იტყოდა, თუმცა კონორი ახლა სხვა სამყაროშია. ის აღარ არის ის mbრძოლი, რომელიც ყველას შიშის ზარს სცემდა. მაგრამ კონორი მაინც კონორია. თუ ერთ ჩხუბს მაინც მოიგებს, რატომ უნდა თქვას ილიამ უარი რამოდენიმე მილიონზე და იმაზე, რომ მაკგრეგორი ნოკაუტში ჩააგდოს. ეგ ხომ ნებისმიერი mbრძოლის ოჩნებაა. დაასრულო ლეგენდის ეპოქა და თან ამაში მთელი ქონება აიღო. მოკლედ ძმაო, ილია ახლა მწვერვალზეა და იქედან გადმოყურებს ყველას. საინტერესოა, შენ რას ფიქრობ, რამდენი ხანი დარჩება კიდევ UFC-ში და ზოგადად ისლამთან გინდა მისი ნახვა თუ სარუკიანთან, რომ ერთხელ და სამუდამოდ გაირკვეს, ვინ არის 70 კილოს ნამდვილი მეფე. დაწერე კომენტარებში შენი აზრი, ოღონდ იწოდე, რომ ესპანელს რომ ვეძახი, ეგ იმიტომ, რომ ცოტა გავახუროთ საქმე და ხალხი გამოცოცხლდეს, თორე ყველამ ვიცით ვისი გენი და ვისი სისხლი ჩქეფის მის წარხვებში. აბა მოვედით მესამე თაროზეც ძმაო. აქ უკვე წერტილი უნდა დაუსვათ ამ დიდ გარჩევას. მოდით ცოტა უფრო ღრმად ჩავიხედოთ იმაში, თუ რატომ არის ილიას ეს ნაბიჯები ასეთი მნიშვნელოვანი ჩვენთვის და საერთოდ სპორტისთვის. იცი რა არის საინტერესო? ილია აღარ თამაშობს სხვისი წესებით. ტიპმა შექმნა თავისი სამყარო, სადაც თვითონ წყვეტს როდის ჩაიცვამს ხელთათმანებს და როდის დაისვენებს. ბევრს გონია, რომ მაიამიში გადასვლა მხოლოდ გართობა და ლამაზი ცხოვრებაა. სინამდვილეში ეს არის სტრატეგიული გათვლა. ამერიკაში ყოფნა ნიშნავს, რომ ილია ხდება UFC-ს სახე არა მხოლოდ ევროპაში, არამედ იქ, სადაც ყველაზე დიდი ფული და გავლენაა.
წარმოიდგინე, იღვიძებს დილით 15-20 წუთში დარბაზშია, საღამოს კი შეიძლება რომელიმე გლობალურ შოუში იჯდეს. ეს მას აძლევს იმ ძალას, რომ UFC-ს ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებებისას თავისი პირობები უკარნახოს. ილია აღარ არის ის ბიჭი, რომელიც უბრალოდ შანსს ელოდება. ის თვითონ არის შანსი სხვებისთვის. ახლა დაუბრუნდეთ იმ ისტორიულ მომენტს, რაზეც წინა ნაწილში ვსაუბრობდით. მახაჩევი vs ტოფურია. ეს არ არის უბრალოდ ჩხუბი, ეს არის ორი სხვადასხვა სკოლის, ორი სხვადასხვა მენტალიტეტის და ორი უდიდესი ჩემპიონის შეჯახება. თუ ეს მოხდება 77 კილოგრამში, ილიას ექნება შანსი გახდეს პირველი მებრძოლი ისტორიაში, ვინც 3 წონაში აპირებს დომინაციას, თუ ბანტამოიდსაც ჩავთვლით, სადაც დაიწყო. მახაჩევი მართლა მანქანაა, მაგრამ ილიას ისეთი სისწრაფე და დარტყმის ძალა აქვს, რაც 77 კილოშიც კი ბევრს დააფრთხობს. თან ხომ იცით ილიას ჭიდაობა. შეიძლება ისე არ ჩანს როგორც დაღესტნური სკოლა, მაგრამ მისი გრაპლინგი უმაღლესი დონისაა. რაც შეეხება არმან სარუკიანს, მესმეს ბევრს აინტერესებს ეს ჩხუბი, რადგან ორივე ჩვენი რეგიონიდანაა და ორივე ძალიან მაგარ ფორმაშია. მაგრამ ილიას პოზიცია აქაც მკაფიოა. რატომ უნდა ვეჩხუბო მას, ვინც ჩემს დონეზე არ არის მედიურად? ილიას უნდა ისეთი ბრძოლები, რაც მის მემკვიდრეობას, ლეგასის შექმნის. სარუკიანთან მოგება მას ბევრს ვერაფერს შესძენს, აღარ და გამრის დაცვისა, აი მახაჩევის დამარცხება კი მას პირდაპირ გოუტების გვერდით დააყენებს. კიდევ ერთი მომენტი, ბოქსი. ბევრი იძახის, რომ MMA მებრძოლებს ბოქსში არაფერი ესაქმებაოთო, მაგრამ ილიას სხვა შემთხვევაა. მისი ტექნიკა, მისი ხელების სისწრაფე და ის თუ როგორ დგას რინგზე, ბევრ პროფესიონალ ბოქსიორს შეშურდება. თუ ის მართლა 33 წლის ასაკში გადავა ბოქსში, ეს იქნება ყველაზე ჭკვიანი სვლა, რაც კი სპორტსმენმა გააკეთა. იქ ერთი ჩხუბით იმდენს იშოვის, რამდენაც UFC-ში მთელი კარიერის განმავლობაში. და მერე დაჯდება თავის ვილაში, მაიამიში თუ საქართველოში და მშვიდად უყურებს, როგორც ცდილობენ სხვები მისი რეკორდების მოხსნას. და ბოლოს მინდა გითხრათ იმაზე, თუ რატომ ვამბობთ ხან ესპანელს და ხან ქართველს. ილია თვითონ ამბობს, რომ მასში ორივე ქვეყნის სიყვარული თანაბრადაა. ჩვენთვის ის ჩვენი სიამაყეა, ჩვენი სისხლი და ხორცი. მისი ყოველი გამარჯვება ჩვენი გამარჯვებაა. და ის, რომ ის დღეს ასეთ სიმაღლეზეა, მხოლოდ მისი შრომის და იმ ქართული ჟინის დამსახურებაა, რაც არასდროს აძლევს ნება, რომ დანებდეს. მოკლედ, ძმებო, წინ დიდი ამბები გველოდება. გეიჯისთან ჩხუბი იქნება მხოლოდ დასაწყისი იმ დიდი მარათონისა, რომელიც ილიამ დაგეგმა. არ დაგავიწყდეთ, რომ მთელი ინტერვიუ, სადაც ილია თავად ღებულობს ამ ყველაფერს, დევს დაპიინულ კომენტარში. გადადით, ნახეთ, მოусმინეთ და თავად დარწმუნდით, რა მუხტი მოდის ამ კაციდან. აბა თქვენ რას ფიქრობთ? გეიჯი გაუძლებს ილიას პრესინგს თუ პირველივე რაუნდში დაიძინებს? და საერთოდ, გინდათ თუ არა, რომ ილია მართლა 33 წლის ასაკამდე იჩხუბოს და მერე წავიდეს? თუ გირჩევნიათ, რომ 40 წლამდე გვასიამოვნოს თავისი ბრძოლებით? დაწერეთ კომენტარებში, ვიბაძროთ, ვიკამათოთ. ილია ტოფურია ის კაცია, ვისზე საუბარი არასდროს მოგვეწყდება. აბა დროებით, მომავალ ვიდეომდე. არ დაიკარგოთ, იმიტომ რომ წინ კიდევ ბევრი საინტერესო გარჩევა გველოდება. მატადორი ჯერ მხოლოდ იწყებს.